გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გაგაცნობთ 2018 წლის ჰოროსკოპს კითხებებისთვის და დავიწყებ იმით, რომ სატურნი შევიდა 2017 წლის 21 დეკემბერს თქვენს მეშვიდე სახლში. და ეს რას გვეუბნება, რომ სატურნი დაალაგებს თქვენს ურთიერთობებს, ან თუ თქვენ გაქვთ ისეთი ურთიერთობა ვინმესთან, რომელსაც თქვენთვის არაფერი კარგი არ მოაქვს, სატურნი ესეთ ურთიერთობებს სამუდამოდ დაასრულებს. და მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ამის მიზეზი. ესე იგი, თქვენ ეს ურთიერთობა არ გჭირდებოდა და ჯობია არ წახვიდეთ წინააღმდეგ, იმიტომ რომ სატურნმა რაღაც უკეთესი მომწადა თქვენთვის. ის, ვინც სერიოზულად არის თქვენს მიმართ განწყობილი და ვისაც მყარი ურთიერთობა შეუძლია. ძალიან ბევრი კითხები შეუღლდება 2018 წელს და ეს ურთიერთობები იქნება ერთმანეთის პატივისცემაზე აგებული და გრძელვადიანი, იმიტომ რომ სატურნის ციკლი 30 წელიწადია. ამიტომ თუ ამ პერიოდში შევუღლდებით, ეს სამუდამოა. ასევე პარტნიორი, რომელიც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება თქვენს და მას შორის იყოს ასაკობრივი სხვაობა, მაგალითად 7 წელი ან მეტი, იმიტომ რომ სატურნი გვაძლევს აზროვნებით ჩამოყალიბებულ პარტნიორს, რომელმაც იცის რა სურს. სატურნი ასევე 2018 წელს იქნება რეტროგრადული 17 აპრილიდან 6 სექტემბრამდე, როცა სატურნი რეტროგრადულია. შეიძლება ამ პერიოდში თქვენს პარტნიორს დაშორდეთ, შეიძლება თქვენი პარტნიორი ასევე გაემგზავროს სადმე სამუშაო და ორივე ერთად გაემგზავროთ. ან შეიძლება ამ პერიოდში უბრალოდ ვერ ხვდებოდეთ თქვენს პარტნიორს, იმიტომ რომ ის იყოს ძალიან დაკავებული, ან თქვენ იყოთ დაკავებული. ან თუ უკვე ის საზღვარგარეთ არის, ეს ის დრო იქნება, როცა თქვენ აგვარებთ თქვენ საბუთებს, რომ მასთან გადახვიდეთ საცხოვრებლად. ძალიან ბევრი ვარიანტი შეიძლება იყოს და ეს ძალიან კარგი პერიოდია იმათვის, ვინც ელოდება ნამდვილ სიყვარულს, ასევე ვინც მეორედ ქორწინდება, ეს იქნება ისეთი ქორწინება, რომელზეც ჩვენ ყველა ვოცნებობთ. შემდეგი პლანეტა არის იუპიტერი, ის არის თქვენს მეხუთე სახლში სიყვარული. 9 ნოემბრამდე. ესეც ძალიან კარგია, იმიტომ რომ იუპიტერი 12 წელში ერთხელ არის მხოლოდ თქვენს მეხუთე სახლში სიყვარული. ეს იმას გვეუბნება, რომ თქვენ თუ გეგმავთ ვინმესთან შეხვედრა საყვარელ ადამიანთან, მეორე ნახევართან, ეს იქნება ძალიან კარგი თქვენთვის. ეს ადამიანი იფიქრებს ზუსტად ისე, როგორც თქვენ და ერთნაირი ინტერესები გექნებათ. ასევე იუპიტერი გჩუქნის ბავშვებს. მეხუთე სახლში თუ თქვენ აპირებთ დაფეხმძიმებას, ან უკვე ელოდებით ბავშვს, ეს აუცილებლად მოხდება. ასევე ეს არის სიხარულის სახლი. თქვენს ოჯახში რაღაც სასიხარულო მოხდება. ან პირადად თქვენს ცხოვრებაში, ან თქვენს შვილებს ექნებათ რაღაც დიდი სიხარული, რომელიც ასევე თქვენ გაგახარებთ. 9 ნოემბრის შემდეგ იუპიტერი გადადის თქვენს მეექვსე სახლში სამსახური. ჩვეულებრივ ეს არის პასუხისმგებლობის გაორმაგება, ბიზნესის გაფართოება. შეიძლება სამსახური გამოიცვალოთ და გადახვიდეთ უფრო დიდ კოლექტივში ან დიდ ფირმაში სამუშაოდ, ან თუ საკუთარი ბიზნესი გაქვთ, შეიძლება უფრო მეტი ადამიანი აიყვანოთ სამუშაოდ და გაფართოვდეთ. იუპიტერი თქვენს მეექვსე სახლში იქნება ასევე მთელი 2019 წელი. და ყველაფერი, რაც სამსახურს ეხება, ძალიან კარგად იქნება. გაგიმართლებთ. ასევე იუპიტერი მეექვსე სახლში, ეს არის თქვენი ჯანმრთელობა. ამიტომ ბევრი კითხები შეიცვლის ცხოვრების სტილს. შეიძლება სწორკვებას მიიღოთ ხელი, ან სხვა რამესაც ჯანმრთელობას ეხება. ბევრ დროს დაუთმობთ თქვენს ჯანმრთელობას და ეს ძალიან კარგი პერიოდია ამისთვის. ან თუ თქვენ გჭირდებათ რამე ოპერაცია ან ექიმის რჩევა, იუპიტერი დაგეხმარებათ მოძებნათ ზუსტად ის ექიმი, რომელიც თქვენ გჭირდებათ. შემდეგი პლანეტა არის ურანი, ეს არის პლანეტა მოულოდნელობის თავისუფლების. 16 მაისს ურანი ტოვებს თქვენს მეათე სახლს სამსახური, სადაც ის იყო ბოლო 7-8 წელიწადი და გადადის თქვენს მე-11 სახლში. მე-11 სახლი ეს არის ინტერნეტის სახლი. თუ თქვენ აპირებთ ინტერნეტ ბიზნესი დაიწყოთ, მეგობრებთან ერთად ეს ძალიან კარგი დროა, იმიტომ რომ მე-11 სახლი ეს არის ასევე მეგობრების სახლი. ურანი ეს არის ყველაფერი უცნაური და უცხოური. შეიძლება თქვენთვის შეიძლება თქვენი ნაცნობების წრე შეიცვალოს და ბევრ უცხო ენაზე მოლაპარაკე ადამიანთან გქონდეთ კონტაქტი, ან შეიძლება შეისწავლოთ უცხო ენა. ასევე მე-11 სახლი არის რეზულტატის სახლი. როცა ჩვენ მივიღებთ რაღაც რეზულტატს იმისგან, რაც ადრე გავაკეთეთ. ამ პერიოდში ეს ძალიან სწრაფად ხდება, რაც არ უნდა დაიწყოთ, თუნდაც მომავალში ეს ძალიან მალე მოგიტანთ რეზულტატს იმიტომ რომ ურანი სწრაფი პლანეტაა. შემდეგი პლანეტა არის მარსი. მარსი იქნება რეტროგრადული. ის რეტროგრადული არის 2 წელიწადში ერთხელ. ბოლოს ეს იყო 2016 წლის მაისში. როცა მარსი რეტროგრადულია, ჯობია არაფერი არ დაიწყოთ.
განსაკუთრებით ბიზნესს ეხება 27 ივნისიდან 27 აგვისტომდე იქნება მარსი რეტროგრადული. მარსი არის თქვენს მერვე სახლში. მერვე სახლი არის საერთო ფინანსების სახლი და მარსი იქ დასვამს წერტილებს, მაგალითად მე ამ ადამიანთან აღარ მსურს ბიზნესი მქონდეს და ვწყვეტ და ესე შემდეგ. ასევე არ შეიძლება ოპერაციის გაკეთება, რა თქმა უნდა, თუ სიცოცხლეს არ ეხება და აუცილებელი ოპერაცია გაიკეთეთ, მაგრამ თუ გადადება შეიძლება, ჯობია გადადოთ, სანამ მარსი შემოტრიალდება. ასევე ჯობია არ დავკავდეთ არაფერი ექსტრემალურით, რადგან შეიძლება ტრავმები მიიღოთ. ასევე თუ ვინმეს გაიცნობ ზაფხულის ამ პერიოდში, არც ისე დიდხანს გასტანს თქვენი ურთიერთობა, როცა ზაფხული დასრულდება, თქვენი ურთიერთობაც ამასთან ერთად. შემდეგი პლანეტა არის ვენერა, სიყვარულის, ფულის, სილამაზის პლანეტა. 5 ოქტომბრიდან 16 ნოემბრამდე ვენერაც რეტროგრადული იქნება თქვენს მეხუთე სახლში. თქვენს მეხუთე სახლში სიყვარული. ასევე თუ ამ პერიოდში გაიცნობთ ვინმეს, თქვენ მზად უნდა იყოთ, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა დიდი ხანი არ გასტანს. და ეს ადამიანი აუცილებლად გაჩვენებთ მის მეორე სახეს, რომელიც თქვენ არ თუ ისე ძალიან მოგეწონებათ და ეს ურთიერთობა დასრულდება, როდესაც ვენერა შემოტრიალდება. და გააგრძელებს წინსვლას ამ პერიოდში ის არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინეთ, იმიტომ რომ თქვენს ოჯახში არ იქნება საკმარისი სიყვარული, თანაც ვენერა შემოტრიალდება თქვენს მეხუთე სახლში სიყვარული. ასევე როცა ვენერა რეტროგრადული, არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ პლასტიკური ოპერაცია. როცა ვენერა შემოტრიალდება, თქვენ ეს აღარ მოგეწონებათ და მოგიწევთ გადაკეთება. ეს არა მარტო ოპერაცია, არამედ ეხება ყველაფერს, რაც სილამაზის გამო ვიკეთებთ. ყველაფერი კარგი ყველაზე კარგი დრო სიყვარულისთვის არის იანვარი, იმიტომ რომ ვენერა იქნება თქვენს მეშვიდე სახლში 20 მაისიდან 14 ივნისამდე. ასევე ვენერა იქნება თქვენს ზოდიაქოში. თქვენ ძალიან კარგად იგრძნობთ თავს ამ პერიოდში და იქნებით როგორც მაგნიტი, რომელიც იზიდავს ყურადღებას და ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გექნებათ. გარმონიული ურთიერთობა გექნებათ. ეს არის ძალიან კარგი დრო ვინმეს გასაცნობად და იმისთვის რომ იპოვოთ სიყვარული. შემდეგ ვენერა იქნება სიყვარულის მეხუთე სახლში სექტემბერში და დეკემბერში. ეს ორი თვე ძალიან კარგია რომ იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი. ეს იყო 2018 წლის ჰოროსკოპი კითხივებისთვის. მე კიდე ყოველთვე უფრო კონკრეტულად შემოგთავაზებ თუ რა გელით ამა თუ იმ თვეში. მადლობს და ნახვამდის.